13 წლის მოზარდი ხობის რაიონში გველმა დაკვინა. ხობის რაიონულ საავადმყოფოს ანტიგიურზინის მარაგი არ ჰქონდა, ამიტომ არასრულწლოვანს ადგილზე შესაბამისი მგლახმარება ვერ აღმოუჩინეს. 13 წლის ნინო თითმერია ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დროული სამედიცინო ჩარევით პაციენტის გადარჩენა მოხერხდა. ჯანდაცვის მინისტრის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ქვეყანაში ანტიგიურზინის საკმარისი მარაგი არსებობს და ყველა სამედიცინო დაწესებულებამ იმ შემთხვევაში თუ წამალი გავთავდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავად უნდა მიმართოს, ხობის საავადმყოფოში ანტიდოტი მაინც არ აღმოჩნდა. უწყება კიდევ ერთხელ აფრთხილებს სამედიცინო დაწესებულებებს, რომ ყველა რაიონულ ცენტრში მდებარე აფთიაქებსა და რეგიონულ საავადმყოფოებში არის შრატის საკმარისი მარაგი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებსა და ამბულატორიებს უფასოდ ურიგდება. ავადმყოფი თვითმომართვით მოვიდა გველის ნაკვნით, როგორც თვითონ უჩიოდა, აქ არ იყო იმის პირობა, შრატი ესენი არ იყო და ამიტომ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავაგზავნეთ. სასწრაფოდ რამე ზოგადი მდგომარეობა იმ წუთას დამაკმაყოფილებელი იყო ავადმყოფის. წელს არისო მომრავლებულთა მე არ მინახია, მაგრამ ამბობენ მეზობლებიც აგერ ჭალადიჩი უკმინა ყორათში, რა ვიცი, ყველგან გაღმა და ამბობენ რომ ძალიან დიდი არისო.